დეფორმაციული ნაკერი. ჯობია კონტროლირებადი ნაკერი გავაკეთოთ ჩვენით, რომ არ მოგვიწიოს ბზარებთან ბრძოლა. მოჭიმული იატაკი, ეგრეთ წოდებული სტიაშკა, უბრალოდ ბეტონის ფენა არ არის. ბეტონის შრება, იკუმშება და ტემპერატურის ცვლილებაზე აუცილებლად ფართავდება. როცა სტიაშკა დიდ ფართობზე ისხმება და მასში დეფორმაციული ნაკერი არ არის, ბეტონში გროვდება შიდა დაძაბულობა და ბოლოს ეს დაძაბულობა ყველაზე სუსტ ადგილას ბზარად იქცევა. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, სტიაშკა იყოფა სექციებად, ეგრეთ წოდებული დეფორმაციული ნაკერების მეშვეობით. პრაქტიკაში ეგრეთ წოდებული შოუები კეთდება ყოველ 3-6 მეტრში, კარებებთან, სვეტებთან და ასევე კედლის გასწვრივ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის, შოუი უნდა გაკეთდეს სტიაშკის სისქის დაახლოებით 1/13 სიღრმეზე. საუკეთესო დრო ამისთვის არის ბეტონის ჩასხმიდან დაახლოებით 12-24 საათში. როდესაც ბეტონი უკვე გამაგრებულია, მაგრამ არ დაწყებულა ქაოტური ბზარების წარმოქმნა. ამიტომ უნდა დავიმახსოვროთ მთავარი წესი, რომ ჯობია გავაკეთოთ კონტროლირებადი დეფორმაციული შოუი, ვიდრე მივიღოთ უკონტროლო ბზარები მთელს იატაკზე. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება თქვენს მშენებლობაზე, გამოგვიგზავნით PDF ფაილის პროექტი და დაგითვლით ხარჯთაღრიცხვას. ასევე ვაწარმოებთ სამშენებლო კონსულტაციებს, კონსალტინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.